ეთერში ვართ? მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის გადაცემა სარკასტიკა, ნაზღოსთან და თამაზასთან ერთად. მეორე ეპიზოდი, რაც იმას ნიშნავსო, პირველი იყო წარმატებული და მეორე ეპიზოდში ისევ ჩვენ ვართ. თეთა რამხელა გამოხმოვრება. აბა, ისე სხვათა შორის ძალიან ცოტა ლანძღვა იყო. რამდენი იუთუბერი ჩასვერდა? საწყლები ხო ვიძახდი რომ ჩვენ შემოვალთ და აი შემოვედი, ახლა იდნენ და უყურონ. რამდენიმე YouTube-ის ეთი რა ქვია, გადაცემა ვნახე, რომ აი საწყალი. ნუ, მოდი არ გვინდა მაგ საწყლებზე საუბარი. მითხარი ხა, როგორი იყო ეს კვირა? გადაცემა რო გავიდა. აი, არ ვიცი, გადავეწყე ნაზღოს გრაფიკზე და თავისუფალი დრო საერთოდ არ ამოქვს. ცოტა მგონია მაი 10-იანი ხარ, უკვე ქუჩაში რო დადიხარ, ისეთი ამბიცია. ხალხი ქუჩაში ხვდება ის რო გაქვთ, თողოც სარკასტიკა ხო იცი ვერ იმახსოვრებენ და ტაკიტუკი. მეც ვერ დავიმახსოვრე ხო, პაკიპო. ხო და მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სარკასტიკა რომ და ამის გარდა გვერდს რო გამოიწერთ, აუცილებლად მოგწერეთ ის ამბები, ის სიახლეები, რაც გინდათ რომ ჩვენ გადაცემაში განვიხილოთ, ამ ყველაფერზე ვიცინოთ თქვენთან ერთად და ჩაგვიყარეთ საინტერესო ფოტოები, იმიტომ რომ ჩვენი ლეპტოპი ყოველთვის განსხვავებული ფოტოსურათებით იქნება გამოკლებული. წინაზე რო თქვი, მაგიტო 1-3 დღე რომ ვარჩევდით იმდენი ინფორმაცია გამოაგზავნეს. ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სწრაფი კვების ობიექტი. მისამართი ვარკეთილის სუხიშვილის 45-ა. ასე რომ ეწვიეთ. მოდი ახლა გადავიდეთ კვირის ამბებზე რა, მაგრამ კვირის ამბებზე სანამ გადავალთ, უნდა მოგიყვე იმ ქორწილის ამბავი რო ვიყავი. ანუ ესეთი საშინელი ქორწილი. ეს აი ამდენი ბავშვი ერთ ხელში კიტრით, მეორეში ქათმი. მე ქორწილში ხო არ დავდივარ. ხო, მაგრამ ხანდახან ხო გიწევს იძულებული ხარ რო წახვიდე. მე ძალიან იშვიათად აი ახლობლებში, იმიტომ რომ მეც ვერ ვიტან. არა, მე აი ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ ჩემი სკამი, რომელზეც უნდა დამჯდარიყავი, ბავშვი იჯდა და ადგილი არ დავა. ჯერს იმაზე ბრაზდები, პატარძლის დედა შავი ჩათით რო დადის გადაკიდებული, რომ აი განიშნოს რომ ფული გაქვს ჩასაწერი. ჩავწერ. დიდი სით, ხო, აქ კიდე ხელში გიყურები კონვერტი ხო უნდა დააწრო. ფულის გამო არ დადი, ხო? ფულის გამო ფული პრობლემა არ არის ახლა მოდი ვიტყვი რა ახლა მე ხოიცი არ მაინტერესებს ხალხის გამოხმაურებას რაც არის სიმართლე ჯერ ვერ ვიტან რომ ამდენი ბავშვი აი ეს რაღაცა კაბებით რო არიან წამოგამო ვითო პატარდას რო გავს რა ის შენი სინგერი ბავშვი პატარდას რო ამომწარებულია რომ მარტო უნდა მას იყოს თეთრ კაბაში პატარა ბავშვები თეთრი კაბებით რო დარბიან იცი რატო დაყავთ ის 200 ლარი რო ჩააწერინეს რომ აი დააწყონ თაღოიც ისვავენ რომ მოდი გაჩამო ანუ ესე იგი 200 ლარს რო იხდიან, ესე იგი ის 200 ლარი რო ამოიღონ, უნდა მივიდნენ უფრო მეტი ჭამო. თან აი ესე კალთაში ხო ჩაისვავს ეს თავის ბალხს, ეს დედამისი და წიხო მევსივარ. და თან ხო გართულია რომ გაიგოს ჭორები ახლა იქ და თან ამბავს აი ესე იაჭმებს, არც უყურებს, ყლაპავს, არ ყლაპავს თელ სახეზე ეგლისება ესე ჩამოწით. მე ბავშვობაში არ დადიოდი ქორწილში. რა ქორწილში ბიჭო, ზაღლივით აი კარებში მედო პატარა ტაბურეტი ხო მე იმაზე მაჭმებდნენ. სკოლა რო დავამთავრე მაშინ დავსეს სუპრაზე. არის შე წინამდე გიხარ ჩემსავით ბავშვებმა არიან არა, რამდენიმე ბავშვისა ძალიან აი ოჯახის წევრები. ზოგიერთი კიდე ის ჯვარს რო იწერენ ხოლმე და ზოგიერთი პატარდას რო ის იაცვია რომ აი რა კითხა ნახევარი მაყრიონი ამდგარი რო დადის. წინ ჩახსნილი და უკან დამალულია. თუ რა კი დამალული გაქვს ფუჩუგი ჩანს, ან კიდე ძუძებს რო უჩვენთ ხოლმე. რა ვიცი. თავითომ ახლა მინდიხარ ეკლესიაში რომ იმათგან კურთხება მიიღო. მა არ გამოდის ეს კურთხება. არა. კაი, მოდი ახლა სანამ თემებზე გადავალთ, რაც არის ჩვენი მთავარი აზრი, მაინტერესებს ნიუ-იორკთან მიმართებაში როგორ ხარ და ზოგადად ბაქტერიებთან მიმართებაში როგორ ხარ. მე ზოგადად ძალიან მარტივად ვცივდები. მე მაგ შენთვის ძალიან კარგი რაღაც. რა? აი ნიუ-იორკი. იცი ნიუ-იორკს რა ეს არის საშუალება, რომელიც ჯიბიდან რომ ამოიღე. ეს არის საშუალება, რომელიც როგორ კურნავს, იცი, ყველა ბაქტერიას დაავად. ეხლა მე შენ გაჩვენებ ვიდეოს. აბა. და ჩვენი მაყურებელიც თუ მოინდომებს, შეუძლიათ ცადოს. ნიუ-იორკ ჩავიდე. სად ჩავიდებო? რა მოხდება თუ უკანალში ნიუ-იორკ ჩავიდებთ? საუკეთესო ხალხური საშუალება. უკანალი არის ტრაქში. მეგობრებო, უამრავ ადამიანს გააჩნია ორგანიზმში პარაზიტები. და როდესაც ჩვენ ანუსში ნახე, ესე იგი, ერთი ცალი კბილი უნდა ანუსში გაიკეთო
და 99% შენ ბაქტერიებს მოკლავს და ჯამთელიც იქნება. რო შევარდი შიგნით ვეღარ გაიღო. მაშინ დაფი გაიგეთე. ზაფი მოიპი. მაგრამ ისე კი მიამბობს რომ თუ ბუასილი გაქვს და სხვადასხვა რაღაცეები დაავადებები მაშინ არ შეიძლება. მე მესმის შენ რეკომენდაციას გაუწია და პროპაგანდა ამას რომ ძალიან კარგია, მაგრამ იცი რა არის, მე ამ ადამიანისგან მინდა ფოტო მასალა. რო აი როგორ უშველი. თავის თავზე რო ხო, აი მარტო რო ყვება მე როგორ დავიჯერო. რავი, თუ გვიყურებ რეკლამას რო ვაკეთებთ ხოლმე თან თუ ჩვენ გადაცემას ნახავს, რავი, ცადეთ აბა თქვენ თავზე და მე ვიდეო მასალით აგვიტვირთეთ, რომ ჩვენც ვნახოთ. რა უნდა გიტვირთო სანუსი? ნიორი რო შეაკ საჭდომში ანუში. ნიორი და დიბასი აქ მომედად. ნუ მიგაქცდი მაინც. თარაოხერი ხარ, როგორი დიდი ლებნებიანი შეგირჩევია. ნუ რა ვიცი, მე აი ხო თქვი რომ ერთ წელი შეიძლება შევარდესო და მოგიტანე მთლიანი, ხო რა გავაკეთო. ანუ ცდი. არა ბიჭო, რას ხარ? კარი, მას ჩვენ მაყურებელს უთხრათ, ვინც ცდის ამას, იმიტომ რომ ექიმი საუბრობს, ვიდეოშიც ნახეთ. მე გაგვიზიარეთ, რამდენად კარგად მოქმედებს და საერთოდ დაამარცხეთ თუ არა ეს ბაქტერია. მაღაზიები და ნიორი რო გაკეთე. ხვალ უკვე ნიორის ფასი გაიზარდა. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეს არც სახალისოა, ისეთი თემაა, ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, თუ გაიგე. თეთა რა ყავს? ხო, დიდი რაოდენობა. დაიმე. რა? ნამი ბრეგვაძე. რა ნანი? ეხლა ხო სახალხო კონცერტები და მარტო ეგ უკერავდა ხოლმე. კი დასდევდა მე ნისია ქონდა იმდენი რა. იდიოტი. ესე იგი, მიდოდა სერიოზული თემა შემომეტანა და ერთხელ კონცერტი მიმდინარეობს ნანი ბრეგვაძე მღერის უკანის დედა ვერავ ვცნობ რომელი დედა რომელი შვილი უკან უდგენა ხო იცი ნუ ვარსხლობით სამი ოჯახის წევრი ერთნაირია ხო და კი გამიკვირდა ამ ხილაკაბით რატო შემოდის მეთქი ჯერ გააკეთეს რომ დათუნა სულიკაშვილი მაშინ შეუკერა და შეკვეთა გააკეთეს 1992 წელს და იმის ფერი აპკაბას ელოდებიან და ხო ძალიან განიერია და თურმე შიგნიდან უდგამენ ტაბურეტკას და ნანი ზის როგორ კაბის შიგნით უდგამენ ხო იმიტომ ეს განიერი რომ აი ვისკი ვიცახდი 90 წლის ხალი მეთქი თელი 1 საათი როგორ ადგას ფეხზე ან არ იღდება და თურმე ამ კაბის შიგნით არის დამონტაჟებული სკამი და ზი რა სიცინი ხარ ბიჭო ტეხავს რომ დაждე გელაგნოლიცის უზის და ისე მღერის რა მოხდა ხადარი გენას ვიცახი გელას ისეთ არხზე მუშაობს გენა უფრო არის ვიდრე გელა ეხა მაგაში შევსახდეთ მაგრამ გელა გუნოლიძე მე მგონი ის ტაბურეტკას შეხორცებული აქვს უკვე ანუ ვეღარც წვიტავთ იმ სკამი რო დგება მგონი აი ესე დგება ხო აი ესე დგება და სკამიც მიდის ეს მოიცადე ანუ ეს სკამი როგორ შიგნით ჩაკერებულია სკამი არა ბიჭო ხო განიერია ეს რაც აცვია კაბა ხო და სანამ სენაზე გავა უცბად აბნელებენ და ზის ხო და ეხლა რო დაჭერილი არის და კაბის გარეშე დარჩა კაბის გარეშე დარჩენილა დედა არ და მინდოდა რომ სერიოზულად თემა დამეწყო და სერიოზულად განვიხილა რაღაცა პრობლემატური თემა მაგრამ არ მისიების რეული ჟანისები სოციალური ქსელი აფეთქებულია რომ თურმე ჩაარიცხინებს ფულს და მე ის არის რა ქვია სად არის შენი კაბა მე მგონი უკი კოშკელიშვილის მაგნისიების ფურცელს დასდევს სურველს ნუკი კოშკელიშვილი იმიტომ უკმაყოფილო რაღაცები მაგას კი ვერ დავიჭერებ ნუკი კოშკელიშვილის მაგის კაბები ეწვა რაც მამბის აქვს მართლა კაი რაღაცებს კერას ვარა ნუკი თქვა ან ფული დააბრუნოსო ან ჩემ ვიტამინუკებს ვაჭრებ მაგასო არა ბიჭო მაგის ვიტამინუკები რო ჭამოს ეხლა ხო აქ მიჭიდი რაღაცა მე შეიძლება სამუდამო ტესტი შეიძლება ისეთი რაღაცა მოუგდოს რომ კაი სხვა თემაზე გადავიდეთ კაი მართლა თორე მართლა გადაგვივლიან არა მე დარდობ თუ არა ნანი ბრეგვაძე მეწოდება თორე რაღა ნუ ნანი ვიღაცა სხვას იპოვის ახლა კაი შემდეგი თემა ცუდიდან ნუ ცუდი მინდოდა რა ანუ ცუდი რა ესეთი თემა ყოფილიყო მძიმე მაგრამ არ გამოვიდა მაგრამ მოდი ახლა ყველაზე მაგარ ჩვენი გადაცემიდან მიულოცოთ ამ ადამიანს გათხოვება ვინ გათხოვდა გიორგი მასხულია გათხოვდა აკვიდა ფშიკ აი ესეთი ემოცია მართლა და გიორგი მასხულია გათხოვდა ეხლა ლორენა მასხულიათი არისო ცნობილი და მისი მეორე ნახევარი მეუღლე ვინ არის ისიც გიორგი მართლა ორი მარინა ორი ფერაძე ესე იგი ცუდი ამბავიც ქონდა კარგი ამბავიც ქონდა ეს ბოლო კარგი ამბავია მე მიყვარს ხალხი რო ოჯახდება ბეძი აბა მაგრამ
შემდეგი ამბავი ვერ გავიგე, კარგია, ცუდია, როგორია, ძალიან დარდობ ამ ორივე ქალბატონზე. ია ფარულაო და ციცინო შურღაიას ამბავზე, იმიტომ რომ აი ომით მეც მეშინია რომ ჩვენც ესე რომ მეგობრობთ, მომავალში ჩვენ შორის რამე შეჯახება არ მოხდეს. თეთა. ახლა შენ ჩემ ბინაში ვერაზე ვერ გადმოხვალ, მე გლდანში ვერ წამოვალ. ეკი იცი და ანუ ჩვენთან ეგ პრობლემა მოგვარებული ესე მგონია. მაგრამ ია ფარულავამ მოკლედ განაცხადა რომ ყიდის ციცინოს ბინას. არის 100 კვადრატული, 2 საძინებლით, 2 საპირფარეშოთი, აივნი და ნუ მთელი და აი ეს ისტორიული ბინა იყიდებაო და. მე ეჭვი მაქვს რომ მე ვფიქრობ რომ ია ისე თავისუფლად ყიდის ამ ბინებს რომ ყველა ისე მაგის სახელზე იქნება. რაღაცა ბიზნესია, ხო? მე მგონი იას ციცოსგან 100,000-ში აიღო და ეხა ამ ბინას გაყიდით 150-ში. და ერთ წელში კიდე სხვაზე გაყიდეს და ბოლოს დარჩება. მე ხო მაგას გადაცემაში შევპირდი ერთი ვედრას ხალი რომ მიმეტანა, ხო იცი? მივედი და ვაფშე სხვა გამიღო და მე მგონი ეს რომელ ბინაშიც გადავიდე კიდე გაყიდულია. ანუ ბინის ბიზნესია, უძრავ ქონებაშია ჩართული. სერიოზული. მოდი ზარებზე გადავიდეთ ახლა და დავრეკოთ გურამ შეროზიასთან და გეტყვი რატო. მოკლედ სოციალურ ქსელში, აი ხა ფოტოც გამოჩნდება ეკრანზე, სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ამბავი მოყვა გურამ შეროზიას სხვადასხვა ფოტოებს, აი სანაპიროებზე სადაც არის, რაღაცა გადაშლილ მდგომარეობაში და ის საცვლებში რაღაცნაირად სასქესო აქვს ძალიან ნუ გადიდებულ შეშუპებული ვიტყვი. ზოგი ვარაუდობს ფოტოშოპია, ზოგი ვარაუდობს რაღაცა აქ წინდები ჩადებული სათამაშო ღრუბელი და ასე შემდეგ. მე მგონია რომ რაღაცა შეშუპება აქვს, შეიძლება იქ ტაილანდში სადღაც რაღაცა თემა ჩვენ თუ ერთმანეთს გვერდში არ დაუდეკით და არ მოვიკითხეთ. შეიძლება ისე გაურთულდეს, რომ ხო, რაღაცა დახმარება გაუწიოთ. არა, ფეხებს ისე შლის, შეიძლება ლაჯებში ისე დაეჭიმა, რომ მითხარი ნომერი გააქვს? კი, კაცო, ეხლა ვეგეტყვი. ვაიმე, გამახსენდა ბიჭო. ტაილანდიდან რომ მოდიოდა თურმე თურქეთის საელჩოზე საზღვარზე გააჩერეს, თურქეთის საზღვარზე. მერე? რაღაცა აჩვენა აქ ძალიან ისე რა. დაიწრიპინა საზღვარზე? არ დაიწრიპინა, ეგონათ რომ რაღაცა გადმოქონდა, ნავაჭრი, ტრუსიკი. გაბაჟების გარეშე და ამოაგდეს ბუბკა. ღრუბელი ანუ. ურეკავთ გურამ შეროზიას. ნუ როგორი ფოტო ტუჩებს გაუკეთებია მე მგონია მას. არა, ესეთი აქვს. ესეთი? ტუჩები ცხორში უშუპდა. შეიძლება იცი იქ ძალიან დიდი სიცხეები რომ უშუპდება სხეულის რაღაცა. კი, მოგზაურებს. გურამ გამარჯობა, როგორ ახარ? არ გაჩვენებო რა? კი, მშვიდობა, ნუ ჩვენ კი გვაქვს მშვიდობა, შენს ზე ვდარდობთ ეხა გურამ, იმიტომ რომ გადაცემიდან გირეკავთ და აქტუალურია შენი თემა, აი შენ რომ მოგზაურობებში დებ ამ ნახევრად შიშველ ფოტოებს, იძახიან რომ აი რა სჭირს ფეხებს შორისო, სასქესო ორგანოზეო. ანუ შემოვიდა კითხვა, ზოგი იძახს რომ შეშუპებული აქვს. მე უფრო ვიფიქრე რომ შეშუპებული ხო არ აქვს სიცხისგან, რამე ხო არ უკმინა. თამაზე იძახის ღრუბელი აქო ჩადებულიო. უბრალოდ ხან ჰეითერები მან ბევრს მიყურებენ ადგილებში, რომ აი თვალი რო კეთსემახავდნენ, შეიძლება მაგის თვალი იყოს, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად არის. ანუ არ შეშუპება არაფერი. არანაირი ისევ ნერვიულობ, რომ გადაუღოს ფოტო და ჩააგდო. თამაზამ თქვა რომ ისევ ნერვიულობო, გეხოცების სურათი რომ გადაუღოს და ჩაგვიგდოს, რომ გადაცემაში ვაჩვენოთ, ყველა რომ დავაწყნაროთ. თამაზამ რაღაცა ტყუილები მომიგონა და ენას ამოვაძრობ. რა ტყუილები, ეხა ფოტო გვა გამოდებული და ხალხი ნახულობს, ეხა გურამ. რაღაცა ჩადებულიო გამოიწერა ტემუდანოს რაღაცა ფოტო დამძოდა. არა, ეგ ტრაგზე. არა, საჯდომზე არ ვიძახიო, მე კუტუზე მაქვს ამო. ვიძახი მე, საჯდომის აბსარსებულ წინაზე იყო საუბარი, თამაზს გადაეცი ნუქშურს თქო. ანუ არც ფოტოშოპს არ ხმარობ, არც ღრუბელს, არც სათამაშოს, არც წინდას და არც შეშუპება არ გაქვს. აი, სათამაშო ის. მე მგონი პრაიმ ჰაუსზე ჩვენ რო შუბზე გვეკეთე ის წამოიღო და ის უდევს. გაიგე რა თქვა პრაიმ ჰაუსში ჩვენ რო შუბზე გვეკეთაო ის უდევსო იქო წამოიღო ჩუმათო. არა, მაგას ხო წავაწყობდი ახლა და საჭირო ნიმცი იყო ვისაც არა, მე მაქვს, კაცო მე ჭიქდა. და აქტიურად თამაშობს. კაი, ანუ შვიდობით ხარ, ესე ამოვისუნთქე, ახლა ისე ვინმე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გადაცემაში რომ მოვიდეთ და ეს თემა უნდა გავშალოთ. და ანუ გეშო ის საზოგადოება ვინც. მაგრამ გურამ ჩვენ გადაცემის სახელით გვინდა გაჩვქოთ ნიორი, რომელიც ყველანაირ ბაქტერიას კლავს. დანიშნულება და გამოყენება გადაცემის დასაწყისში გვაქვს ჩართული უყურე და აუცილებლად გამოიყენებ და სასწაულმოქმედია თითოყბილი ნიორი, აი სასწაულად კლავს ყველა ბაქტერიას. ანუ თქვენ ისე დახოცეთ ბაქტერიებს. კი, დილას აღამოს უთხარი. ხო, აბა. რეკომენდაციას. საერთოდ უბანზე ნიორი აღარ არის ჩვენთან. კაი, გურამ, მიდი, აბა წარმატებები და გაგვიხარდა რომ მშვიდობით ხარ. გადაცემაში გელოდებით. მიდი.
ესე იგი გავდაწყნარდი? თვალი ეცა ხო გითხარი. თვალი ეცა რაზე? ეხლა უცბად ვფიქრობ, რომ Prime House-ის ბინაც ხო არ გავუდით და. Photoshop-ი. ფაიმე! Photoshop-ი ნეტა იმის გავუდით ბინას ეცეს თვალი ბიჭო. ბოლოს რომ მოიგო რა ქვია? ფაიმე! 26 კვადრატული. 26 კვადრატული ნეტა გადიდდეს. მაგაზე არაფერი არ გადიდებს. გამორიცხულია. ეგ 26. ხო იცი მაგაზე როგორ იყო? ფინალი ხო არის და ანუ არეუნებიან რა თანამშრომლებს არეუნებიან რა ბინაზეა საუბარი და ეს საფინალო Prime House-ის მონაწილეები შეყავთ ამ ბინაში. აი ესე შედგეს ფეხი და ეუბნებიან ეს არის თქვენი ბინა. და ვინც ბინას აქვს? ნახევარ ფინალისტები დგანან და ელოდებიან რომ სხვა ოთახებიც უნდა იყოს და ანუ M6-ში ეს არის მისაღები, ეს არის სამძრავლო, ეს არის საძინებელი, აგერ ტუალეტია, აგერ აივანია და შოკირებული. აივანი ქონდა აღარ მახსოვს. ამ 26 კვადრატულში შედიოდა აივანიც. აივანი იყო თან 7 კვადრატი. 20 იყო საცხოვრებელი. არა, ტუალეტი. 19 იყო საცხოვრებელი, ამას გამოვაკლოთ საპირფარეშო სადღაც 4 კვადრატი, 15 კვადრატი გამოდის საცხოვრებელი სადღაც. შეიძლება უსფოთ შეგიშალოს და სამსახიობში დაგინდა დასაწყელი. ბიჭო, აი ეგ ვიდეო რო ვნახე, თვითონ იმ გოგოს ვინც აჩუქეს, იმას გაუწყდა, რომ შევიდა რომ აი იმ გოგოს ვის აჩუქეს, ეს ვის აჩუქეს? არა, გოგო ვინც იყო ამ კომპანიის ამ სახე. კომპანიის და წარმომადგენელი. იცი გეხვეწებით რა მიარ მინდაო. მე არ გადამიღოთ გამოჩენა არ მინდაო, აი ხო სახეზე ეთყობოდა რომ გეხვეწებით თო სხვა მე არ მინდა. და ყველაზე მაგარი იყო, მოდით ახლა გადავინაცვლოთ აივანზე, ულამაზესი ხედი გვაქვს და აივანზე რიგითობით გადიოდნენ აივანის პატარები. მარა ვაღიარო ჩვენ ძალიან კარგი ბინა შეხვდა გენაცვალე 68 კვადრატული, ოროსაძინებლიანი. მისი აჯობები და აგერ ნახავთ მე. ეხა იქნება სახალისო ამბავი. ნუ ვისთვის სახალისო და ვისთვის არა. მაგრამ გამცხოვრლისთვის სახალისო არ არის, იმიტომ რომ ვიდეო რომელსაც ეხა მე შეგაჩვენებ თამუნა ლეკვეიშვილი იცი კომედი შოუს ერთ-ერთი მაგის ვიდეოებით გავიზარდე. მოკლედ აკეთებს გამოცვას და ვაიმე ძაღლი. ვაიმე ძაღლი. ძაღლს უტყავს იდა. ვაიმე პოკიო. ეს იდაყო კი არა, შეიძლება ძაღლი. მე და დღეში ჩააგდო. ეხა დაურეკოთ თამუნას ვკითხო ძაღლი ანუ კარგად არის. თან საყვალად ვაიმე პოკიო და თავი აღარ აქვს ძაღლს. პოკი. და რა მიუტანეს ესეთი რომ გაგლიჯა ესე გიშვით. ეს უეჭველი ბარტერია არის. ისა თამუნას შეასო დიეტაზე რომ მე საჭმელი იყო და გამწარებულზე გაგლიჯა. არა. აი მე არ ვიცი. მოკლედ თამუნა არ უპასუხობს. თუმცა თამუნას ვიდეოზე გამახსენდა ქეთათოს ვიდეო გახსოვს შენ? ამას შემთხვევით მაინც მოდა იმან გადმოვაგდო. აი ეს ვიდეო. გუში მქონდა პრობლემა, შვიდობა გვინდა. ეს წარმოიდგინე, სახში ყავს ისა სტუმარი და ძაღლს როგორ ექცევა და სტუმარი როგორ გამოვა იმე. ხო არ დაურეკოთ ქეთათოს კითხო ძაღლის მდგომარეობა. არა, ეგ ძალიან შარიანია, შეიძლება გზაში დამხვდეს და გამოსწოროს. რა პრობლემაა, კითხოთ. მოვიკითხოთ. თვითონ ქეთათო კი არ მოიკითხე, ძაღლი მოიკითხე, ძაღლზე უფრო ნერვი ვლობ. აი ვურეკავთ. მე მგონი გაიგეთ ჩვენი გადაცემის ამბავი და ვისაც ჩემი ნომერი. ქეთათო გამარჯობა. გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ, რაღაც ცხოველებთან დაკავშირებით გვაქვს რუბრიკა. ახლა ხანს თამუნა ლეკვეიშვილმა თავის ძაღლს იდაყვი გაარტყა სახეში და რაღაცა დააზიანა ეს ძაღლი და თქვენ გქონდათ მსგავსი ფაქტი, როდესაც გადაცემაში ძაღლი მოისროლეთ. არა, არ მომისვრი, ამას იმას ყოველშორის მანქანა დაეჯახა ეს ძაღლს და ვაი, მანქანა დაეჯახა? ამ ყველაფრის მე. გადარჩა? კი. აი მე ღმერთი წყალობით ესე იგი ყველაფერი კარგად. ანუ ძაღლის ცხოველების დამცველთა რაღაც უფლებების დამცველები რო არიან, რაღაცა თქვენთან პრობლემები არ იყო ესე იგი ამ ვიდეოს მერე. არა, არანაირი პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ ვიცი ცხოველები და კონკრეტულად ეს ჯიში მას არ გაუკვირდება, შველივით რომ დაფრინავს ეს ძაღლი. ანუ აი მე კეთად. ანუ ხშირად ისვრით ამ ძაღლს ასე. არა, ზოგადად დაფრინავს. რო გამანდა გაგისროლო. კარგი კეთად მადლობა, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობები. ნახვამდის. პირველი არ ყოფილაო და
საცხალი ძაღლი წარმოვიდგინე ყოველდღიურად ოჯახში ხარ იქით მიფრინავს ხანა აქეთ მიფრინავს ბიჭო და მე ეს ძაღლი ისე დაიპირა ალბათ ტვინზე რაღაცა დაემართა რომ მე ის დაკარგა კონცენტრაცია და მანქანა დაეჭახა არა ძაღლი ისე დაიღალა ამ ფრენით აქეთ იქით უც მანქანა შეუვარდა აღარ ვინდეგეთ ისე თქვენი და ეს ძაღლი ხლა მაგათ აყავთ სახში მე მგონი ხო კარგად არის ცოტა მე მგონი ყავთ კარგი მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე იმიტომ რომ ძაღლებზე ძალიან დიდი ხანი გავჩერდით შემდეგი თემა რა არის ნუცა ბუზალაძე მაგას ვენაცვა ნუ მისი სამაჯური აქტუალური იყო მე ეს სამაჯურის ამბები ყველამ განიხილა ყველა მიცინა თუმცა ეხლა გამოვიდა ნუცამ და ვიდეო მიმართვა ჩაწერა რომ საახალწლო 40%-იანი ფასდაკლება აქვს სრულ მის რაღაცა აქსესუარებზე ამ სამაჯურზე წმინდა სამაჯურზე ყელსაბა ნუ მოკლედ ყველაფერზე 40%-იანი არასწორი პიარი ყავს რატო ამ დროს უნდა გააცვიროს იმიტომ რომ ეხლა არის აღსარების შაბარება და ბიბლიის საკითხვა ახალწელს რამდენი ცოტა იქნება ხო მაგრამ აღსარებას ალბათ შემდეგი ის ახალი მოდელები რო გამოვა ეს არის ბარებს ეს სამაჯური არა ნუცა მე მგონი თქვა რომ შემდეგი მოდელები რო გამოვა ის უკვე აღსარებას ჩაიბარა ანუ ხმას ჩაწერდა იქ უკვე ამონათდება მამაო და იმას შაბარი აღსარებას ღმერთმა ხელი მომართოს მაგრამ მე რა ვერ გავიგე ამ სამაჯურის ღირებულება ამ ჩიპიანი ბიბლიის არის 200 რაღაცა $, და მაღაზიაში ბიბლია ღირს 40 ლარი მე რაღაც სერიოზულია შეიძლება ისეთ ენაზე წერია რომ ისე რა საინტერესო ხო მართლა მაინტერესებს თვითონ უცას თუ ბიბლია წაკითხული მე მგონი ექნება მე მგონი არა მე მგონი გარდან ვიზუალურთაც არის ის ბიბლია როგორია არა ვერ დაურეკავთ ამერიკაში ახლა თავის ქმართან ერთად ბედნიერია გათხოვდა ხო არ იცი და რაღაც ახალი სიმღერა ჩაწერა პატარა ბიჭი დამეკარგო ქმარი და ეხმარება ამ ბიჭის ზებნაში პატარა ბიჭი დამეკარგა და ეხმარება დააფინანსა ამის გადახდა პატარა ბიჭის ზებნა ნეტა ვისეძებს რა საინტერესო პატარა ბიჭი შემდეგ გადაცემაში გავშალოთ მე მგონი ეგ არის პატარა ბიჭი და ვინ არის პატარა ბიჭი ის თავის ქმარი რა პატარა ბიჭია შეიძლება სიმაღლით პატარა მაგრამ ასაკით არა რა სიცოცხლელია და რამდენი წლის არის შეზე დიდი იქნება ეხა შენ გაილახები ჩემზე დიდი იქნება ნამდვილად ბევრად დიდი იქნება თან რას დაეძებ ცხოვრება აუწყო კაი შემდეგი თემა დღეს ძალიან ბევრი თემები გვაქვს სოთეშო მაგრამ არის ცოტა ნუ არ გვიპასო ნუ გურამა გვიპასოხა და ქეთათო მოულოდნელად ესე ჩაგვერდა აბა შემდეგი თემა შემოვაგდე ლალი მოროშკინა გახდა მწერალთა კავშირის წევრი და გადაეცა ჯილდოს სტატუსის საქართველოს კულტურის დესპანი და მის წარმომადგენელი გახდა დესპანი რა არის დესპანი იყო ადრე აი სამეფო კარზე თავის დაქვემდებარებულ აი დესპანებს ეძახდნენ ვისაც აგზავნიდნენ სხვადასხვა ესე ქვეყნებშიც როგორც წარმომადგენელი და ეს ახლა კულტურის კუთხით ალბათ წავა სხვადასხვა ქვეყნ მე როგორც ვიცი ალბათ ეს სწორედ ხსნის სხვადასხვა ქვეყნებში კულტურის კუთხით წავა და გააცნობს ჩვენ კულტურას მე იმ კულტურას რო აცნობ ისტორიაც ხო უნდა ქონდეს რომ რა ცხოვრება ისტორია როგორ არ აქვს სამი წიგნი აქვს ქალს დაწერილი სამენაზე და რუსთავიორი დრამის რუსული ერთ დღეში დახურა და აიმე ეგ რუსთავიორის იმას არ აკალავდა ბიჭო თუ ჯერმანში მაშინ პრესა აბა იმ გოგოს რა დაუშავა ისე ფრთხილად იყოთ ეხლა მაგი ჩანგლით არ შემოვარდეს აქ დაგხოცოს ნუ ვიცი ისე ერთ-ერთი წიგნი რომელიც გამოუშვა მან ისაუბრა თავის ყოფილებზე თუ რაღაც ესე დაარქვა და ერთ-ერთი სპორტსმენი რომელიც ეხლა დაიჭირეს და ერთ-ერთი სააკაშვილია რომელიც დაიჭირეს და ეხლა ამ ქაოსში ყველა შეშინებულია და ამ წიგს გიჟივით ყიდულობენ და კითხულობენ რომ კიდე ვინ იქნება დასაჭერი ვიზეთ წერს ვინც მისი ყოფილია ყველას იჭერენ და ერთ-ერთ გადაცემაში ლალი მოროშკინა ყვება რომ აი ქართველი გოგოები ქუჩაში ვთქვათ კაცები რო ავიწროებენ და რომ შესაბამისად არ აცვიათ და აქედან გამომდინარე კაცების ყურადღებას იპყრობენ რა და თუ გინდა რომ კაცისგან ან არ შევიწროვდე ვთქვათ ან კომპლიმენტი არ გითხრა რაღაცა გძლად ჩაიცვიო და გეხოცები აი ახლა გაუშვით დაკადოლი დოლგარბონი რესტორანში ეგროც ეკვავს მოდი ახლა მაყურებელს ვაჩვენოთ ლალი მოროშკინა და ანრი ჯოხაძე რუსულ სიმღერაზე როგორც ეკვიან მე მგონი ამის დამსახურებითაც ეს ლალი დაწინაურდა შენ მაგის გაგრძელება არის რესტორნის მეპატრონები მიიყვა და ინფლუენსერები რა ლალი მოროშკინა და ანრი ჯოხაძე რომ ობიექტი გაეპიარებინათ რა ვიღა შევიდოდა იმის მერე დაიკეტა ის ობიექტი აღარ მუშაობს ახლა ვურეკავთ ლალი მოროშკინას მიულოცოთ ჯერ დაწინაურება და შემდგომ კითხოთ
ალო, ქალბატონი ლალი გვინდოდა? ისმენ? გამარჯობა ქალბატონ ლალი, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. პირველ რიგში გვინდა მოგილოცოთ თქვენი დაწინაურება. წერალთა კავშირის აი გამითიშა. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ, რას დავეძებთ. არა და ეს ცნობილი სახეები ინტერნეტში როგორ თამამები არიან და ისე როგორ ეხლა შეიძლება ვაფშე დაგხვდნენ გარეთ. მითიშავს ისევ. არა და ლალი მეგონა ესეთი თამამი ქალი. ხა ჩანგლის რო დარბი ხარ და დაასდევ არხის დირექტორს, რა ვიცი ხა ტელეფონზე. ნუ მითიშავს. რას დაეძებ? მიწერო ბუტე გაგებუტე. აბენოში ჩაგეხუტე. კაი, მოდი, რადგან ლალი არ გვიპასუხა. ხატია სიჭინავა ამ ბოლო პერიოდშია ძალიან აქტუალური. ნუ პრინციპში როგორ არის, სულ აქტუალურია რა და ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო განათლების რეფორმას, რომელსაც არ უყურა და ძალიან მოეწონა. მეც მინდა ესე რომ რაღაცა წიგნი არ წავიკითხო და ძალიან მომეწონა წიგნის შინაარსი. მეც ვერ დაგეწიე. აი ეს განათლების რეფორმის პრეზენტაცია იყო და ხატია სიჭინავამ გააკეთა ესეთი მიმართვა რომ მეო მართალია ვერ ვუყურეო ამ რეფორმას, თუმცა ძალიან მომეწონაო. ნახე შენ ეხა პირდაპირ შეხედე. აბა უკანა მხრიდან მოუარე შეიძლება ბაბშე მაგ რეფორმის დაარსებაში მონაწილეობას იღებდა. პროსტა რომ გამოიტანეს უკვე და ხალხს გააცნეს, მაგას არ უყურა. არა, საერთოდ ვერ უყურეო. თუმცა ამას გაგრძელება ის რომ ხატიამ შეიძლება ვერ უყურა ამ განათლების რეფორმას, თუმცა ეხლა მიწვეულია პარლამენტში განათლების შესახებ კონფერენციაზე. ხო, მაგის შექმნილი ყოფილა, ხო გითხარი აგე? ეხლა დაურეკოთ ხატია სიჭინავას. სამწუხაროდ არ იღებს. მე მგონი შიდა ჩაშში ჩაიწერეს რომ ირეკებიან და არ უპასუხოთ. მოროშკინამ გაგიბაზრა ნომერი, ამას რომ დარეკავს არ უპასუხოთ. მაშასე დღეისათვის თემები დავასრულეთ. მე მგონი ძალიან ბევრი თემა ქონდა, ძალიან ბევრი ზარი ქონდა, ძალიან ბევრი სიცილი იყო, ბევრი წამოვა იქიდან უარყოფითი ემოციები და ალბათ ამაზასკენ უფრო გავუშვა. რა მე რა შუაში ვარ? მე შენ განვიცი ეს ინფორმაცია შედედად განვიყილავ, თორე მე რაც ილაპარაკე ნახევარზე მეტი არ წაყვე და გაგონდი. სტუმარ გინდა? შემოვიყვაროთ. მოკლედ, უნიჭიერესი, ულამაზესი, დაანჩენ დეტალებზე გავარკვევთ სასწავლის სიმღერა შექმნა, რომელიც ჰიტია გარანტირებული, ნათია დუმბაძე, იგივე დუმბო. მადლობა ნათია, რომ შენ ხარ ჩვენი ეპიზოდის მეორე სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ. იმედია მოგეწონება ჩვენი გადაცემა და უკვე მომეწონა. იმედია ჩვენთან ერთად გაერთობი. უკვე მომეწონა, ვნახე. გავერთობი, ახლა რასვისა. ისე იწყებს, მე თამუნამაც ისე დაიწყო, მაგრამ და მე აღარ რა მე ძალიან აჯაჯული გავიდა აქედან აშლი. ვიცი რა საინტერესო რაღაცები მელის წინ. მოდი, იქიდან დავწყოთ, სულ ძალიან დაკარგული იყავი რაღაც პერიოდში. კი, 2 წელი. უეცრად შტები ახალი კლიპით, ახალი სიმღერით, რომელიც ყველა მიიქ, მოდი ერთხმათ, ეხა მე განვიხილავთ იქ ვინ რა ილაპარაკა, ზოგადად რა ჭორები გავიგეთ ჩვენი ძალიან გადაცემა. საინტერესო. მაგრამ ყველამ ერთხმათ თქვა, რომ კლიპიც და სიმღერაც ფანტასტიკულია. და მაგარ ფორმაში ხარ. მადლობა. და შენ რამდენად კმაყოფილი ხარ? მე ეს სიმღერა უკვე ძალიან მიყვარს. მართლა? თავიდანვე შემიყვარდა. იცი რა, აი ზუსტად ის სიმღერაა და ისეთი სიმღერა, როგორც მე მინდოდა რომ მემღერა, როგორც მჭირდებოდა. ზუსტად აი რაღაც არ ვიცი შინაგანად ესე გრძნობდი რომ ესეთი სიმღერა უნდა მემღერა. სიმღერის სახელწოდება არის ჩემი გულით. და მე ეს თამაში დასრულდა არ არის? დიახ, თამაში დასრულდა არის. ვის დაუსრულეთ? აი ხედავ რა კარგად დავგეგმე ყველაფერი რომ მთელი საქართველო მეკითხება რა ხდება დუმბოვის მიუძღვენი ეს სიმღერა ის ზუსტად ამდენი კითხვა რა დაესვა. მოდი ნებითად შენითა თუ არა ძალითა ჩვენი. კი ბატონო, ძალიან კარგად გავთვალე მარკეტინგულად შევფუთე, ისე ლამაზად. შედეგი კითხვა რა წავა. იქ აკვე გიპასუხე. აი ზუსტად შენ რო ესეთი კითხვები გაგიჩნდა, ესე მინდოდა რომ ესე მომხდარიყო ყოფილიყო, იმიტომ რომ უფრო მეტად დაინტერესებულია ხალხი იმიტომ რომ სიმღერა არ მოწონთ და ასე შემდეგ. პირიქით ძალიან მოწონთ. აი ყველას გონია რომ ვიღაცას არ შეიძლება სიმღერა ვიმღერო რომელიც არავის არ ეძღვნება. და ის მამაკაცი ვინ იყო? დიდი თაიგული რომ მოგართო ვარ. ვარდების თაიგული. ისე რა დამშეული ხალხი იყო ღმერთო შენ და იმედი. მე არც მეგონა გემრიელი საჭმელები იყო. მე ვერ გავი კლიპის პრემიერაზე ვიყავი თუ რაღაცა დღეობაზე მიასკდა ამ საჭმელს ყველა. ხო. ზოგმათებში წაიღო სახში. ხო, დაინახე ხო? არა, იცი რომ ლობიანები მოეწონათ ძალიან და ვიდეო მაქვს.
ლობი ჩემი მეგობარი ლობიანებს ილაგებს არ დავასახელებ სახელს და გვარს გვაჩვენე არავის არ უთქვენე აი აქეთ მომიტრიალი თქვენ მე ვეღარ გენდობით აქეთ ადრისკენ მომიტრიალი აი აქეთ რო დავინახო თქვენ მე ვეღარ გენდობით კაი გამორიცხულია კაი შენ თქვი მოდი ახლა ეს მაინც აღიარე რომ შენ იქ თქვი რომ ხმა დავკარგე და მე ოკეი ამაზე ვილაპარაკებ კი რა ხმა დავკარგე ხმა დავკარგე ხმის სიოგზე კისტა აღმომაჩნდა და საოპერაციო გავხდი და აი ერთ დღეს ექიმმა მითხრა რომ იცი ჩვენ ცოტა ხანს ვეღარ იმღერებ ოღონდ რამდენი ხანი არ უთქვამს ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა და რამდენი ხანი იყო ეს 1 წელი ვერ ვღეროდი ხო იცი მამული ჩამრო თქვა ამან თუ ეხლა ლელა სკანდალი გაჭრაო მამული და ლელა დამეხმარდნენ ძალიან დაგეხმარ აბა ლელა რო არ მყოლოდა ეს ამოჭე რატო დაუტოვეთ ლელასაც იგივე პრობლემა ჰქონდა ზუსტად როგორც ანუ ამ ძლიერი ვოკალის ხალხს ერთი იგივე პრობლემა გაქვს ძლიერი თუ არაზლიერი არ აქვს მნიშვნელობა მომღერალებს მსახიობებს ძირითადად ისაც მაღალი წამყვანებს დიაპაზონით მე არა მაღალი დიაპაზონზე მაღალ დიაპაზონზე არ არის მეგობრებო აი მოსაკლავია მეუნები რომ წესიერად მოიქეცი და იქცევა წესი მაღალ დიაპაზონზე არ არის ვისაც უფრო მეტად დატვირთული აქვს ხმის სიოგები თქვენ მაგალითად წამყვანებს მომღერლებს მსახიობებს და ასე შემდეგ მათ ემართებათ ხშირად წარმოიდგინე საქართველოში შოუ ბიზნესი როგორ ყვავის რომ ხალხი იმდენს ღერის რომ კისტები უჩნდება არა მომღერლები დავასახელო ბავშვების ფონოგრამებით რო გამოდიან ჩემი ქალაქი ლა 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 ინა ხალი გაიზარდო და ხას ბოხი ხმითაა წარმოიდგინე მოგეცალმები და გამარჯობა ჩემო თბილის ქალა კაი ესე იგი ხმაზეც იმპონალი დავკარგე კი მაგრამ მე სტამბულში გამომგზავრე გავიკეთე ოპერაცია და დამიბრუნდა ჩემი ხმა და ამის მერე დაბრუნდე უკვე დიდ შოუ ბიზნესში იცი რა ამის მერე კიდევ ერთი წელი გავიდა იმიტომ რომ ხო იცი სტრესი მოყვება და მე რო გიჭირს რა საკომფორტის ზონაში კარგად რომ მოკალათთები და ყოველ სახამოს რო ფილმს უყურებ და სხვა სადარდებლები რო არ გაქვს აი ესე ვიყა ესე გავატარე 1 წელი აი წამიღო რა ამან წამიღო კი წამიღო და ძალიან დავისვენე და მე მივხვდი რომ კომფორტის ზონაში ყოფილი ეხლა აი კლიპის ჩაწერა სიმღერის დამზადება ამის მერე შეკვრა პრეზენტაცია აგერ გააძღეს მშიერი ხალხი მოსული დაკავშირებული როდის იღებ მე ამ ფულს ამ სიმღერიდან აი რამდენი წელი გჭირდება ისე ძალიან ოპერაციის ფული მიამატე ხო ოპერაციის ფული და და ის კაბა დათუნასულიკაშვილმა რო შეუკერა ამჯერად დათუნას კაბა არ მეცვა ლაშაოს კაბა მეცვა არა ფანტასტიკურად გამოიყურებული მაგარი ლაშაო გაბუნიას კაბა მეცვა მაგრამ სასწაულ ფორმაში ხარ მოდი ეხლა ხუმრობა იქით იყოს მაგრამ აი სასწაულ ფორმაში ხარ 10 კილო მაქვს დაკლებული ვარჯიშით ვარჯიში კი თუ ის კისტა იყო 10 კილო რა ცუდია რა გეხვეწები გარეთ გამოგიდე 10 კილოიანი კისტა წარმოვიდგინე რო გადაუდეს და ნათი ეს იყო ჩვენი კისტა მიესალმე იცი რა არის ხალხს არ მე ხوار ვიცი კისტა რა კაი ხო და რამდენი წელი უნდა ეხლა აი სიმღერო ჩაწერე ხარჯი იყო ეხლა რო იმღერებ რა ხარჯი მქონდა აბა ყველაფერი მეგობრებით გავაკეთე რესტორანი არდე სადაც თქვენ ბრძანდებოდით არაფერი არ გადამიხთია რას თქვენ ჭამეთ და გემრიელად სად ჭამეთ ვერ მოვატარე შინაურების ყოფილა შენ კიდე სად გააჩერე ის მანქანა დაღმარდე სადღაცა მე მეგონა ფასიანი იყო და დავაყენე დაბლა რა გავაკეთო ხო ისე ძალიან მანდ გაჩერება მანქანა რო შეგო ტიტველი გამოდიხარი კი 50 ლარი გაქვს გარანტირებული რა სიცახი ხო ძალიან მაგიტომაც გავაჩერე იქით გვიჭირს ეხლა მარტო ალათი არ უჭირთ მომღელებს ჩვენს გვიჭირს ამ გოგოს რა ქვია არ გამიკეთებია ის რომ მანქანი ჩემოვიდა თიკა ჯამბურია. ესე იგი მანქანი ჩემოვიდა და ესე იგი კაფე ამუშავდა. ხოდა რო გითხრა რომ დიდა დავიხარჯე არ მომხდარა ეს ყველაფერი მეგობრობი. იქ იმან რაღაცა მათხოვა, იქ ამან რაღაცა მათხოვა და ასე გამაქვს თავი. აბა რა ვქნა. სამომავლო გეგმები როგორია ეხლა მითხარი, ანუ იწებ ეს აქტიურად შემოსვლას თუ ისევ ეს კლიპი გადაიღე და მე წახვალ წამოწევი სახში. არა, რა სისულელია, არა. ძალიან ბევრი ახალი საავტორო სიმღერა მინდა გავაკეთო. აურა მაგარია. საავტორო. არა, საავტორო ჩემი მე ვერ წერ.
მაგრამ საავტორო ქვია შენს სიმღერას. ეხლა გამახსენდა. და არა cover ვერსიას მაგალითად. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რეიტინგული მოსასმენი პოპულარული დუეტი იყო შენ და მასტერასი. მე და გიოსი, კი. ხო და საწავიდა ეს მასტერა. აქ არის, სადაც წასულა. რაღაც არ ჩანდა შენთან. ეხლა ისა აქვს, მუსიკალური პაუზა აქვს, სხვათა ანუ შორის. თქვენ გექნებათ ისე ერთობლივი დუეტები. თვითონ აქვს, ანუ თვითონ. საქართველოშიც აქვს თქო მუსიკალური. ჰა? საქართველოშიც აქვს თქო მუსიკალური პაუზა. ეხა მივხვდი რა თქვი. ხო იცით? გადაგვიარეს. მეგობრებო, კოლეგებო, გადაგვიარეს. წასულში რო დავბრუნდეთ. აბა. მის საქართველოზე გამოდიოდი. კი. შენ და ირინა უნაშვილი ერთად იყავით? მე და ირინა ერთად ვიყავით და იმის მერე მეგობრობთ. და ვერ გავიგე ირინა უნაშვილის გვერდზე რო დადექე. აი ხა არ მივხვდი რომ წაგებული ქონდა და გამოსულიყავი. საერთოდ არ წამიგია, საერთოდ ვერ ვიტყოდი. რატო? მარტო ვაი, სიმაღლე ბეხია ჩემ ხელა ქა. სად არა, იყო კაცო. მაშინ, სად იყო მაშინ ინტერნეტი, სად იყო მაშინ მე ვიქე, სოციალური უნდა მე- ქსელები რო გამოქვეყნდა ჩვენი ფოტოები მაშინ იყო როგორ იცი არჩევით ასეთი ო, ლახანკა ხა, კომპიუტერი იდგა ასეთი დიდი და იქ იყო გამოსახული ჩვენი ყველა მონაწილეების 20 გოგოს ფოტოები ვინ გაიმარჯვა გამოკითხვაში ინტერნეტში ვინ? მე მართლა? დიახ. რამდენი დახარჯე? შემდეგ მე გავხდი მის საქართველოზე მის ხალხის სიმპათია დარბაზში მსხდომა ხალხმაც რამდენი მე დახარჯე? ამირჩია მე მაშინ არ იყო ეს კოლ-ცენტრები და რაღაცა. ჯოსტარზეც მაგას მეუბნებოდნენ რამდენი გადაიხადი არა, მე მაგ შენ ისე დაიწყე, მე მეგონა არა, ირინა მაგ- უნაშვილის მაქელაფეხი მაშინ არ ქონდაო, ესე იტყოდი. ირინა უნაშვილი ვაფშე ვერ ჩემის- დაბიჭდეს, არ დაიტია. მე მგონი ირინა მიმიტომ წააგო რომ ამ ფოტოებში ესე მოხვდა წაალი თავი არ. არ წაუგე ესე ყველა მონაწილე და ვეცე დაგიჭირა. ირინა უნაშვილის ფოტო თუ გინდათ ჩამოსკროლეთ რომ არა, ზემოთ ნაკი წაგიტავი. ხებს რო დასიძე, თვითონ ხო სამოდელო კარიერით. კი გამოჩნდა. ნამდვილად დიახ არა, ხუმრობა იქით იყოს ახლა მართლა მახსოვს ის პერიოდი და ბავშვობი და მე ძალიან მაყოფილა ბედნიერი ვიყავი ამ კონკურსით სადაც მივიღე მონაწილეობა უბედნიერესი ვიტო თავი მეგონა აი დედოფალი იმიტომ იქნებოდი ბედნიერი რომ მაგ შენობაში ანთებდნენ დვიჟოქს თორე გარეთ ჩაბნელებული იყო ეს ქვეყანა და სადაც სინათლე და წყალი და გათბობა იყო იქნებოდი ბედნიერი ხა კი ბატონო. მოგებას რას დაეძებდი მე რა საერთოდ არ მინდოდა მოგება ისეთ ბედნიერი აი ესეთი სახით გამოდიოდი სცენაზე ეს ნივრისის უკუნალობის მეთოდი თუ გაგიგია შენ აი ხა თამაზამ თქვა და დავტესტო მე ჩაწყვეტილი ქონეს ხმა რა უნდა დავტესტო. არა არ გამიქე ნიორი ვიცი რა ცხვირში მისმევდა ხოლმე ბებია ჩემი რო არ გავციებო მაგას შორის მე მე ცხვირში მისმევდა ბებია ჩემი ეხა აუცილებლად მოვყვე ამ ისტორიას კამერა მოატრიალე რო ვუთხარით ამაზეც რომ ნიორი მომაქმედი გადაცემაში მაგრამ ვერ მოგიყვები რატომ მომაქვს ნიორი მე რო გავიდე. ვაიმეო შიორცო იცო ბებია ჩემი რას ეკეთებდა რომ ესეო ხეხავდაო და ქაღალს უსმევდაო და ტრაქვეშ ვიდებდაო ძალიან კაი სამკურნალო არის რისი სამკურნალო ეგაა საინტერესო უასილი აი გეფიცები. არა ბუასილი ვისაც აქ არ შეიძლება არა. მაშინ წვავს და ანათო ნათი დამიჯერე, აი ყველაფერს კურნავს. ნიორი აი, ძალიან გეონები მაგარი გამოწვილია. რაღაცაა, კაცო, ვიცი. მე ნივრის ჭამა ძალიან მიყვარს. ვაიმე ჭამაზე რო იყოს აქ ამბავი მესმის და უკან უნდა შეიგრიალო ეს ცოცხლად ნიორი ის ჭამის დროს მე ის ითუთქება ორგანიზმში. თან თუ დააცემილე რო გამოყრეს და მე სტუმრად ვიყავ დააცემ ნივრებს პანტაპუტით რო გამოყრე წკებ 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 ტოტი და რო გაგვარდება. ან შკვერლს რომ მიირთმე და ნიორი რო დააკდება გემოზე და რო ეტყეხლავე და როგორ კაი всё ჭკმერურს აღარ შევჭა. ჩვენი ფანტაზია შორსავა და ეხლა გადავიდეთ თამაშზე ნაცესთან ერთად ჩვენი გადაცემები იწერება პოდკასტ პოინტში. თუ გსურს ხარისხიანი პოდკასტის ჩაწერა, ამ შემთხვევაში პოდკასტ პოინტი გელოდება შენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი იმისათვის, რომ არ გამოგჭერთ არც ერთი გადაცემა, რომელიც არის ძალიან მხიარული, სახალისო, ენერგიული და ახლა ჩემ მონაწილეებს, ნათიას და თამაზას ვათამაშე ფანტასტიურ თამაშს. რომელსაც ქვია კვერცხები. მართალია მაღაზიაში კვერცხების დეფიციტია, თუმცა ზიზიმ შეწვამდე ისე ინერვიულა, რომ 10 კვერცხი იგრევე დადო. დაყარა კვერცხები. თამაშის წესებს აგიხსნით. აბა ისმენთ. რიგითობით იღებთ კვერცხს. არის ნაწილი მოხარშული, ნაწილი უმი. ეს არის თქვენ იღბალზე. ოღონდ, როდესაც იღებს ნათია კვერცხს, გახლის შუბლში შენ. როდესაც შენ იღებ, ახლი ნათია შუბლში. ვიხდით, საპირისპირო ხდება. ვიხდით თუ არა? კარგი, ჯეირანით გადავწყვეტოთ, ვინ არის პირველი. დავიწყეთ. 3, 2, 1. ჯეირანი. ჯეირანი.
ჯეირანი. ჩავარდა. ჩავარდა. 1-0. შემდეგ ჯეირანი. 2-0. მიდი მესამე. არიხარია. მაინც მოხვდება ეს კვერცხი და რა მნიშვნელობა? აქ როდი ჩამარტყავს თავში. წავიდა. ჯეირანი. ეს რა? არა, ხო და მაგრატები. ორი 2-1. 1. მიდი. ჯეირანი. მაშასე თამაზა იწყებს. ესე იგი კვერცხს კიდევ თუ არა ხელს იღებ, ანუ შემოწმებას ძალიან არ. არ ჩამარტყა ის. მზად ხართ? ხო. მზად ხართ. აუ როგორ მიდამ. როგორ დაიწყეთ. მებილობ ჩემ ჩარტყმაზე. ყურებას არ ვართ, ეგრევე უნდა აიყვან, გაითვალე, როგორც რა იყო კიდევ. ყურებით როგორ უნდა მიხვდეს შენ კი? მე რო გავიცი. დაიწყალე. ორი და არა. აუ აი ხა შეხარ სოფელში გაზდილი კაცი კვერცხიც არის რომელია უმიდა მაგას მოხარ. მერჩივნა რომ ყოფილიყო ისივ და თუ კოპია. ისე. კოპია. შენ ხარ კარგი. შემდეგი მე წუდა თავად. ინებეთ ნათია. მეც სასათვალე უნდა მოვიხდა უჭელის რო გამწუდა. წუდა თავად. 2-3. გადარჩი. გადავთ შემიჯერია. კაი. ინებეთ. ისი აღარ ჩამარტყა. ისი აღარ ჩამარტყა. ძალიან მეცი. 3 2 ეგარი ზუსტად იცი არ. რაიმე მოხარ შეყვე. გავიწუცე. ვაიმე! სამყვანს რა უკნე. გადაცევის სამყარო. ფურა საზიზღარ ვიყავ, გითხარი არ ვთამაშობენ. ჯანდაბას იყოს. კაი. აბა მიდი. ნათია მე შენ ნება გეტყვი. დაუთხივე შენ მოგხვდა. არ ვიცი. აბა მიდი. აჰა, ესეც მოხარშვა. აბა არ შეიძლება და აი რა ესეც რა მძიმეა შეხედე რა. სამ ჩემი ხელით მაგ მოხარშვა. აბა მიდი, ვაიმე რო არ იყოს. კარგი რა, 1 2 და მოდი აღარ გვინდა. არა გვინდა შეალამეთ რომ არ ჩამოეწო. იცი რა კაია. ნაჭუჭებით ძალიან კიდე კარგია. იქით რო გეხმარები შენ. გოგო ძალიან უკან უგადა კუდუსუნ შენ ჩამივიდეს. არა, არ ჩაკი. 1-1 მეგობრებო. მომეცია გამომეცი გლიჯოე. აჰა. ნელა. ვაიმე. თამას ისე გლიჯე რომ მე აღარ გავიწუწო. შუბლი. არა, გადარჩა. გადაჭა. არა, მე ეს მისჩენია, იმიტომ რომ ისე მირტყავს. ვაიმე, მიდი, ვაიმე, ჩამომივიდა თვალებში. ცხვირში მიარტყი გეხოცები. არა, აჰა, გადარჩა. მიდი. ნათია მე შენკენ ვარ. ვაიმე! ვაიმე ბოდიში. ვაიმე ბოდიში, როგორ დამემატა ესეთი რაღაცა. ეს იყოს გამოჩეკა. კატავიზიზი. მეჩითო. იქ. ვაიმე თარამ ხელა ეს. აჰა, ესეც მოხარჯულია. არა. ესეც. მორჩა გადაგე. რა? ნადია. შიქ სახეში. აწიე სახე, არ შეება შუბლში თამაში არ არის. მიდი ნათია. მიჭირა სახე. კაი გლიჯე დავიღალე. ვაიმე. არა, რა იყო? ამ კვერცხებზე გამახსენდა ჩვენი სპონსორი Flame Food, რომელიც არის სივცეც სადაც შეიძლება დააგემონოს სწრაფი კვების ყველაზე გემრიელი საკვები. მისამართი ვარკეთილი სუხიშვილის 45-ა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის Flame Food-ში არის საახალწლო გათამაშება. თითოეულ დახარჯულ 20 ლარზე თქვენ ხდებით ავტომატურად გათამაშების მონაწილე, რაც ნიშნავს იმას, ახალი წლის ღამეს. მე და თამაზა გავმართავთ გავმართავთ გათამაშებას, სადაც თქვენ გექნება შანსი მოიგოთ iPhone 17 Pro Max-ი, PlayStation 5 და ობიექტის 500 ლარიანი ვაუჩერი. ასე რომ ითამაშეთ, რათა მოიგოთ საინტერესო და საუკეთესო პრიზები. ჩვენ კი გემშვიდობებით. მე მედიერი გემშვიდობებით მომდევნო ორშაბათამდე. თავი დამადებები. ბაკა!
მომეცახე.